თუ გაქვს ალერგია, გაცემინებს, გაქვს ცრემლდენა, უნდა დალიო ანტიჰისტამინური საშუალებები. ჩაისხა ცხვირში წვეთები და თუ გაქვს კანზე გამონაყარი, უნდა შეიზილო მალამო. ძირითადად ასეთ რჩევებს აძლევენ ექიმები პაციენტებს ალერგიის დროს. მაგრამ ცხვირი, კანი, ეს ხომ ჩვენი სხეულის ნაწილია და არა რაღაც დამოუკიდებელი ავტონომია. იცი თუ არა, რომ ალერგიების უმეტესობა გამოწვეულია იმუნური სისტემის მოშლით. მაგალითად, ნაწლავში განთავსებულია ჩვენი იმუნური სისტემის 80%. ამიტომ ალერგია აქვს ძირითადად ადამიანებს, ვისაც აქვს არაჯანსაღი ნაწლავი. როგორც არ უნდა გამოვლინდებოდეს თქვენი ალერგია, ცემინებით, ხველებით თუ კანზე გამონაყარით, იცოდეთ, რომ მკურნალობა უნდა დაიწყოთ ნაწლავის და ღვიძლის ფუნქციონირების აღდგენით და არა მარტო სიმპტომებთან ბრძოლით. მე ვარ რია გორგილაძე, ექიმი ნუტრიციოლოგი, დაგეხმარები გაიმჯობესო ჯანმრთელობა ისე, რომ აღარ დაგჭირდეს ექიმი და წამალი. ქოლესტერინი იყო ნორმაში, მაგრამ მაინც დაემართა ინფარქტი. რატომ? იცოდით თუ არა, რომ ინფარქტების 60% აქვთ ადამიანებს, რომლებსაც ქოლესტერინი ნორმაში აქვთ. ხშირად გვესმის იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა მამაკაც 35-38 წლის ასაკში ჰქონდა გულის შეტევა. ეს გამოგნებელი სტატისტიკა სულ უფრო და უფრო იზრდება. მე არაერთხელ გამიგია ასეთი ფაქტის შესახებ და მამაკაცები გაცილებით მეტნი არიან ამ სტატისტიკაში ქალბატონებთან შედარებით. სინამდვილეში ქოლესტერინი არაფერ შუაშია. ის ჩვენი მეგობარია და აღადგენს სისხლის კედლის შიგნიდან მისი დაზიანების შემთხვევაში. თქვენი სისხლძარღვების და გულის ნამდვილი მკვლელები არიან შაქარი, ინსულინი და ჰომოცისტეინი. ამიტომ ხშირად პრობლემას იქ ეძებენ, სადაც ის არ არის და გამორჩებათ ხოლმე ნამდვილი მიზეზი. მაშინ, როდესაც ამ პრობლემების მოგვარების ძალიან მარტივი გზა არსებობს. მე ვარ რია გორგილაძე, ექიმი ნუტრიციოლოგი, დაგეხმარები გაიმჯობესო ჯანმრთელობა ისე, რომ აღარ დაგჭირდეს ექიმი და წამალი.